დილამშვიდობისა. ახლა ამას წინათ ერთი Facebook-ზე ვნახე ისინი პატარა ვიდეოები. კანადელი ახალგაზრდა კაცი ყვება რა იქ კანადის სიტუაციას და იქ შემოსავლები ასე შემდეგ. მე ამერიკაში ადარა და აიო ამერიკაში უფრო მეტი შემოსავლებიაო და რა თქმა უნდაო და ბევრად უფრო ადვილიაო და ესეც მე მგონი მან თქვა ხო რომ ანუ აქა ოჯახით თუ ხარო ძალიან ძნელია ვერაფერს ვერ გააკეთებ კანადაშიო და თუ მარტო ხარო მარტო კაციო მაშინ ხო დააგროებო რაღაც თანხას და ანუ დადგებიო ფეხზეო. ნუ ახლა რო შევადაროთ ჩვენ ამერიკის სიტუაციას დაახლოებით იგივე სიტუაცია ახლა ამერიკაში შემოსავლები ციფრები რიცხვები ხო კი არის მეტი მაგრამ ახლა აქ ჯანმრთელობის დაცვა და ეს განათლება თქვათ აი კოლეჯები და უნივერსიტეტები ბევრად უფრო ძვირია და ამის ხარჯზე დაახლოებით იგივე ბალანსია დამდგარი. ხა რა თქმა უნდა ამერიკაში მეტი შესაძლებლობებია მაინც მაგრამ ну ფაქტიურად კანადის მარკეტი ხო ამერიკის იმაზეა მიმაგრებული ანუ აქ ყიდიან ყველაფერს და ამერიკის იმაზეა დამოკიდებული რა მთლიანად ეკონომიკაზე მაგრამ ახლა ერთ რამეში მე ვერ დავეთანხმები ამ ახალგაზრდებს რომ ეტყობა რომ ის ძალიან ესეთი წესერი ის არის ახალგაზრდა და იცის რა რასაც ამბობს მაგრამ ახლა თქო სხვადასხვა ოჯახებზე აქ დახმარებები საკმაოდ სერიოზული არის ახლა აი ბოლო პერიოდში მე ადრე არ ვიცი რა ხდებოდა იმიტომ რომ მე რა სამქონია ამასთან შეხება მაგრამ აი ახლა დღესდღეობით როგორც ვხედავ რასაც ვხედავ თქვათ მერილენდში ჩრდილოეთის შტატებში მე პენსილვანიაში იგივე სიტუაცია ანუ თუ ოჯახს ესეთი სიტუაცია რომ თქვათ ოჯახს შემოსავალი არ ყოფნის იმისთვის რომ აი თქვათ ნორმალურად იარსებოს უკვე სახელმწიფო წერტვება და რაღაც გარკვეულ დახმარებებს აძლევს იქ თქვათ აპარტამენტის ქირაობაში და სხვა რაღაცეებშიც რა ბევრ რამეში ანუ ოჯახს უწყობენ ხელს რომ აი თქვათ ბავშვებს მიეცენა შანსი რომ კარგი განათლება მიიღოს თქვათ კოლეჯში და ასე შემდეგ იქ ლონებიც არის სხვა პროგრამებიც არის ხო და არ ვიცი ადრე მე მგონი თლად ესე ან რაღაცა სოციალისტური ელემენტებიც არის აქ უკვე და ვეღარ გაიგებ რა ტიპის კაპიტალიზმია იმიტომ რომ იქ ერთი მხრივ ძალიან მაღალი ფასებია და თითქმის შეუძლებელია და მეორე მხრივ ბევრი ეს არის დაფინანსება ხო და ამას თავი გავანებოთ აი ამას დაუბრუნდით ახლა ეს ახალგაზრდა მოწვეული რო ამბობს რომ ესე იგი ახალგაზრდისთვის ადვილიაო არ არის ახალგაზრდისთვის ადვილი ახლა რა ვიყოთ აი ბიჭის მდგომარეობა ხო მე თვითონ 30 წელს ვიყავი როცა ჩამოვედი აი თქვა ახალგაზრდა ჩამოვიდა საქართველოსდან ნუ თქვა იმ ხრიდან და მუშაობს რა ახლა აკეთებს ნორმალურად თქვა თუ კარგი სამუშაო აქვს შეიძლება 4000-იც კონდეს თქვა თვეში შემოსავალი და მეტიც დაუშვათ მაგრამ ნუ მე ვამბობ სუფთა არც გამოვა ხო გეტყვით ახლა მაგასაც აი დაუშვათ აკეთებს მართლა კაი ნორმალური სპეციალისტია კარგი და აკეთებს კარგ ხელფას 90,000 100,000 წელიწადში ხო ახალგაზრდა ახლა რახან ოჯახი არა აქვს გადასახადები ძალიან მაღალი ექნება ანუ იქ შტატის ტაქსი იქ ფედერალ ტაქსი და ამის მერე ჩამოეჭება ახალგაზრდას დაახლოებით 40%. აი როცა ოჯახი ხარ და დეპენდენტს ეგრე არ ხდება. ნუ თითქმის ნახევარი ცოტა მეტი დაგრჩება. ნუ 100 გაყავით 2-ზე 50 გაყავით 12-ზე, ნუ სადღაც ერთი 3.5-4,000 ექნება, ხო? შემოსავლი არ არის წუდი ახალგაზრდისთვის. და ეს ახლა ეს ყველაზე კარგი შემთხვევაა, როცა ლეგალურად არის სამუშაო ვიზი და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა პრობლემა რაშია? შენ რო აკეთებ ამ კარგ ხელფასს, თქვათ მარტო ხარ და $4,000 აკეთებ, თქვათ, მთლიანი შემოსავალი ხო, აი, სუფთა. შენ ამ საზოგადოებაში ინტეგრირებული ხარ, ხო? ანუ ნორმალ სამსახურში ხარ, არა ხარ იქ სადღაც ტრეილერში არ ეძინებ და არ რჩები, ხო? ამიტომ იქ თქვათ შენ ვინც არის თანა კოლეგები მედიან სადღაც რესტორანში, მედიან სადღაც დაბადების დღეზე, ასე შემდეგ, იმას ვერ გამოაკლდები შენ და ასეთი რაღაცეები გროვდება თვეში 3-4 შემთხვევა. ეს უკვე შენ $1,500-700 მაგაში წაგება.
ამას ვერ გამოაკვდები უბრალოდ. ახლა შენ თუ რაღაც ვთქვათ იქ Uber-ზე მუშაობ და არავისთან ის არ გაქვს, მაშინ სულ არ დაგჭირდება ეგ ამბავი, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი რაღაცები. მე მაგის გარდა ურთიერთობა გინდა იქ ვთქვათ მეგობრობა გინდა ვთქვათ ცოლის მოყვანა გინდა რაღაცა გინდა. ანუ ესეთი რაღაცეები არ არის მარტივი და ბოლოს კარგად რო დაუკვირდები, ახლა დაგროვება შეგიძლიაო და თუ არავისთან არაფერი ურთიერთობა არ გაქვს, მაშინ კი დააგროვებ, მაგრამ ეს გამორიცხულია. ანუ ეს ყველაფერი ეს ურთიერთობები იქ მისვლა, მოსვლა, იქ მეგობართან, იქ იმასთან, ეს ყველაფერი ძალიან ძვირია აქ, ხო და ну ბოლოს რა გამოდის რომ რაღაცა 2 კაპიკს ალბათ მაინც გადადებ, მაგრამ ისე რომ თქვა, აი ახალგაზრდა ხარ და ასე თქვა, აი იგივე ჩემ მოდელში რეალურად ისე არ არის დღეს სიტუაცია, რომ რაღაცა სერიოზული თანხა გადადო რა. ну ცოტა კი ალბათ.